მოდით, გარკვეული დრო გამოვხოთ ღვთის სიტყვების შესასწავლად. როდესაც ვკითხულობთ იოანეს მე-3 თავი, მუხლი 30, ის ამბობს: მე და მამა ერთნი ვართ, კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. ებრაელები არ იყვნენ ისინი, ვინც მესიის მოსვლას ელოდნენ. მათ დიდი მოლოდინი ჰქონდათ და ფიქრობდნენ, როცა მესია მოვა ამ დედამიწაზე, ის გაგვანთავისუფლებს რომაელთა ხელიდან და მათი ჩაგვრისგან და დაამყარებს ღვთის დიდ სამეფოს ამ დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ იესომ საკუთარ თავზე პირდაპირ გამოაცხადა მათ და უთხრა: მე ვარ მესია, რომელიც მოვედი ამ დედამიწაზე. მე ვარ თქვენი ღმერთი. ყველა ებრაელი ქვებს აკრეფდა მის ჩასაქოლად. ვინაიდან მათ ჰქონდათ საკუთარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ღმერთი მოსვლას, მათ არ შეეძლოთ ხორციელად მოსული იესოს მიღება, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ მოლოდინს. ამ მიზეზით მათ ქვები აიღეს და დაუპირისპირდნენ მას. გავაგრძელოთ კითხვა. მიუგო მათ იესომ: ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ? მიუგეს მას იუდეველებმა. კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისათვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად ხვდი შენს თავს. მათ წარმოსახვაში ეგონათ, რომ ღმერთი გამორჩეული გარეგნობით მოვიდოდა. ისე რომ ვერავინ გაბედავდა მასთან მიახლოებას და ვინც დაინახავდა, მაშინვე იცნობდა მას. თუმცა ეს საერთოდ ასე არ იყო. როდესაც იესომ თქვა: მე და მამა ერთნი ვართ, მის გარშემო მყოფმა ყველა იუდეველმა ქვები აიღო მის ჩასაქოლად. ასე რომ ქრისტემ ჰკითხა მათ: რატომ გინდათ ჩემი ჩაქოლვა? მაშინ ებრაელებმა უპასუხეს: როგორ შეგიძლია შენ, უბრალო ადამიანო, თქვა რომ ღმერთი ხარ? ვინაიდან იესომ უკვე იცოდა, რომ ებრაელებს ასეთი აზრები ჰქონდათ, მან თქვა: ნეტარია ის, ვინც ჩემს გამო არ აცდება. ჩვენი ცოდვის გამო ის ადამიანის სახის მიღებული იქნა და ასე თავმდაბალი და მსხვერპლშეწირული ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა ადამიანები მხოლოდ ფიქრობდნენ: როგორ შეიძლება ღმერთი მოვიდეს როგორც უბრალო ადამიანი? ჩვენ ვხედავთ ამ ისტორიას, სადაც ებრაელები დაადანაშაულებდნენ იესოს ღმერთის გმობაში და მის ჩაქოლას ცდილობდნენ. ნება მომეცით დავასრულო ქადაგება. გმადლობთ.